Hello? Yeah, it is Sergi. Hi. So you're canceling this load on the last minute, huh? What the fuck, man? My whole week is screwed up now, man. Why are you canceling this? So customer moved it to the next month? Okay, tell those kind of stories to your ერთმა ზარმა შეიძლება მთელი კვირა შეცვალოს და ეხლა გაჩვენებთ როგორც. მოდი თქვათ ესეთი სიტუაცია, რომ ძღოლი ყავს მეინში. მეინი არის საკმაოდ ცივი შტატი, ერთ-ერთი ცივი შტატი, იმიტომ რომ ცოტა ტვირთებია, გამოდის მხოლოდ და მხოლოდ წყალი და ისიც სულფასებში. ამ 300 ტვირთიდან ერთ-ერთი ტვირთი აარჩიე, რომელსაც საუკეთესო RPM-ი ჰქონდა. წინასწარ დაბუქე, ძღოლს უთხარი და ამ დროს ხდება ესეთი რაღაცა. ბროკერი, სანამ შენ პიკაპზე მიხვალ, პოსტავს ამლოდ თავიდან და ეძებს უფრო იაფასიან კერიერებს. ისინი თავაზობენ $200 იაფას. ამის შემდეგ გიუქმებს ბროკერი ტურისტს და გეუბნება, რომ აი მაგალითად, ჩემმა კასტომერმა გააუქმა, ან შემდეგ თვეში გადავიდა, ან შემდეგ კვირაში აღება გადავიდა, თუ გინდა მაშინ აიღე, ან როცა შენ დღეს გჭირდება ტვირთი. მით უმეტეს დღევანდელ ბაზარზე, როცა ბენზინის ფასები ამ ხელაზეა წასული, ჩვენ ერთმანეთის ფასები უნდა დავიცვათ და არ უნდა დავუკლოთ ბროკერებს ფასები. პირიქით, რაც შეიძლება მეტი და მეტი უნდა გამოძაოთ. ამის მაგალითად ზოგი კერიერი თავაზობს ბროკერს $200, $300, $500 ნაკლებს, რომ ეს ტვირთი წაიღოს. ანუ არაფერში არ უღირს და სწორედ ამიტომ იხურება ბევრი კერიერ კომპანიები. თუ გაინტერესებს მშრალი ტვირთების მხრივ, რომელია საუკეთესო შტატები ტვირთებისთვის და რომელია ცივი შტატები, სადაც ტვირთები არ არის, გამომიწერეთ, დამილაიქეთ ვიდეო და მომდევნო ვიდეოში შევხვდებით. იმედია უკვე კურსებით.